სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ბევრჯერ დაისვა ეს კითხვა. ეს ეხება ატაცების განრიგს, როდის მოხდება ატაცება, შეხვდება თუ არა ეკლესია და დაინახოს თუ არა ანტიქრისტეს, განდგომის დღე რას გულისხმობს, უფლის დღე არის განდგომის დღე და ამ ყველაფერზე, რომელიც მოცემულია მეორე თესალონიკელთა წერილში. მეორე თავში და ამას ჩვენ უფრო დაწვრილებით წავიკითხავთ, ერთი მუხლი მოიყვანა და კითხვის დამსვენა და ჯონ მაკარტურმა მე უფრო მთლიანად ფონსაც წაგიკითხავთ. და ეს ბევრისათვის ალბათ ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სვავს ამ კითხვებს, მაგალითად ატაცების მცნება საერთოდ არ მსმენია მე თუ არის მართლმადიდებლობაში და კათოლიციზმში. ესმით სუსხანაირად უყურებენ ესხატოლოგიის ბოლო მოვლენებს ისინი და სუსხანაირად აშენებ მერე ხო სუსხანაირად ლაპარაკია ახლა ბოდი თქვათ პატიოსანზე პატიოსან კათოლიკე პატიოსან მართლმადიდებლზე ვინც გარკვეულწილად თეორიაშიც ერკვევა ჯოგი მასა საერთოდ არაფერი არ იცის მოდი თქვა რო შეგითხო რიგიც მან არ იცის მარტო იცის რაღაცა რიტუალები და წესები და თავი აქტივდება იმდენი რაღაცებია და დალაგებული არ არის იმიტომ რომ არ მიყვებიან მარტო წმინდა წელს იქ მამები არიან იქ პაპები და რავი დედები და დედაოები და ვიღაცები ხო და აქედან გამომდინარე ვერ მოგიყვება და რიგითი მოდი თქვა პროტესტანტი თუ ჯონ მაკარტურის ეკლესიაში რაღაცა ჩამოგიყალიბეთ ლოგიკურად თავისი პატარა მოკლე ენაზე შეიძლება არ ქონდეს ბევრი წიგნები გადაბულბულებული ის თუ რას ელოდება ეს რას ელოდება როგორ არის დაუშვათ მოვლენები როგორ განვითარდება მეორედ მოსვლის წინ და მანამდეც ან მერეც ამაში გაცვიცნობიერებული და ყველა ბიბლიის სკოლაში აგერ აი რამდენი კითხვები იქნა დასმული ხო და თუ ახლა ზარმაცი არ არის ადამიანი საერთოდ იგნორანტი არ არის ბიბლიური განათლება მათ აქვთ ახლა ვაპარაკობ ძველ დროში უფრო რამდენი ქონდათ უფრო მეტად იცოდნენ მე-19 საუკუნეში ინტერესი უფრო მეტი იყო და ეხლა მე რომ დავსწრები ვარ ეკლესიაში და ბევრ ეკლესიაში ყოფილვარ ხო როცა იყო ჯგუფური სწავლებები გარჩევები რაღაც გარკვეულ დონეზე რომ შეადაროთ რიგითი მრევლი და რიგითი მრევლი საქართველოში ხო ისინი გეტყვიან რიტუალებს სანთელი რომელი დაანთონ რომელ ხატთან რომელი უნდა ილოცონ და ეს არის მათი ქრისტიანობა მარხულობები დღესასწაულები ამას რიგითი მრევლი გეტყვის ლაპარაკი ახლა ყუბეთზე და იმებზე არ გეუნებით მე და არც ვამბობ შეზავებულ ლომისის ხატთან და იქ სვანური რაღაცა იმეებთან წარმართობასთან შერეული. არა, მე ვამბობ რიგითი, აი, თუნდაც თეოდორ გიგნაძის მრევლი რო ავიღოთ, ხო, ყველაზე განათლებული, გურამ ოთხოზორიას მრევლი, ხო? ისინი გეტყვიან ძირითადად აქცენტს რა არის მათი მოქმედება, რას აკეთებენ. კითხვებიდანაც მოусმინეთ კითხვებს, რა კითხვები ისმევა მასთან და შეადარეთ ამ კითხვებს, რომელი კითხვებია. მიხვდებით, რომ ეს ხალხი ბიბლიურიდან არიან დავალებული, რომ ბიბლიური კითხვები უფრო განიმარტოს, უფრო გასაგები გახდეს და იქ არის ქცევა, გარეგნული მხარე ქცევების. და რა თქმა უნდა, იქ მორალი ზნეობაც იქნება, ხო, საქციელები. მაგრამ იმათი ახსნა ყოველთვის იქნება გადმოცემებით და არა წმინდა ბიბლიური. რომ მარტო ბიბლია ამბობს ამას. ბიბლია, აი როგორც საკვებზე რო იყო რა, ნათქვამი ცხოველები რატომ უნდა ჭამოთ? იმიტომ რომ ბიბლია ამბობს. იმიტომ რომ ბიბლია არის ჩვენი სტანდარტი. სხვა ახსნებს და იმებს ხო რო გაყვეთ, თავი აგერევა ტვინი, გაიხლართებით, ხო? ასე რომ ეს არის ძალიან მარტო არ უნდა შეწყოს და შეწყება იმას, ვინც არ სწავლობს ბიბლიას, ვინც არ აღიარებს ბიბლიას, გესმით? და რა თქმა უნდა, გაბედულად ვეღარ იტყვი შენ იმაზე. იმიტომ შენ გინდა შენი დაამატო, რაღაცა შენი თქვა, ხო? ასე რომ მოდით მოვისმინოთ ახლა რას ამბობს. ეკლესია ატაცებამდე მოესწრება და დაინახავს ანტიქრისტეს. მე ესე გავაკეთე ფორმულირება, თქვენ მიხვდებით მე რატომ ამ კითხვისა. სამწუხაროდ ამ კითხვა-პასუხებში სახელები და გვარები არ სახელდება, არ ვიცი მოხსნეს, აღარ შეიტანეს, არ ვიცი. ზოგან შედის ხოლმე, ზოგან არა. ასე რომ პირდაპირ გადავდივართ. სალამი ჯონ მოგესალმეთ. გმადლობთ თქვენი დროისათვის. მე დავდივარ ლოგოსის კლასში. ლოგოსის კლასი ეს არის კლასი, რომელიც უფრო უკვე გარდა კვირიებისა და ოთხშაბათებისა და ჯგუფური სწავლებისა ცალკე კიდე კურსი არის. რომ უფრო ღრმად გაიღრმავონ ცოდნა ბიბლიაში. თქვენ ალბათ ადრეც მოგიცვენიათ ეს ლოგოსის კლასი. და პიროვნება აგრძელებს და როდესაც ჩვენ განვიხილავდით მეორე თესალონიკელთა წერილის მეორე თავს და იქ მივედით ატაცებასთან, ატაცების შესახებ. ეს იყო ყოველთვის მე მწამდა და ვიზიარებდი იმ ვერსიას, რომ ეს მოხდებოდა დიდი ურვის დაწყებამდე.
სანამდე დიდი გასაჭირი დაიწყებოდა. მე ამ ვერსიის მომხრე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მეორე თავზე დაკვირება და მედიტაცია, რაღაცნაირად მომეჩვენა თითქოს და ეწინააღმდეგებოდა ეს მუხლი თავის თავს. შეგიძლიათ რომ კომენტარი გააკეთოთ იმაზე თუ რა არის აპოსტაზია, ანუ განდგომა და რა ეხება და რას ეხება ეს უფლის დღე მეორე თავში. განმარტებისთვის აპოსტაზია მე დავტოვე ესე და ქართველებსაც ქონიათ ეს, მაგრამ ხშირად არ ხმარობენ, რომელიც განდგომა არის, ხო? ბერძნულიდან არის აპოსტაზია, განდგომა წარმოებისგან აპისტანაი, დაშორება. მონათლული ადამიანის მიერ წმენის სრულიად უარყოფა, განსხვავდება ერესისაგან, რომელიც სარწმუნოების ერთ-ერთი ან რამდენიმე ჭეშმარიტი ჯიუტ უარყოფას წარმოადგენს. ხედავთ, ესე იგი აპოსტაზია არის განდგომა და ერესი კიდევ სხვა რამე არის. ეს განმარტება ამოვიღე, ძალიან კარგი ვებგვერდი არის, ალბათ ვინც ხმარობს ამას, ეს არის თავრობის ვებგვერდი არის, ესე იგი ნაციონალური საპარლამენტო ბიბლიოთეკა. საქართველოს ნაციონალური საპარლამენტო ბიბლიოთეკა ყოველთვის ეს მიგდებს ხოლმე, ვისაც გაქვთ ქართული განმარტებითი იმების ანბანურია ყველანაირი, ეს ძალიან კარგად გაუწყვეთ, უკვე დიდი ხანია ეს გაწყობილია ეს ვებგვერდი განმარტებითი ლექსიკონის ქართულის. დიახ და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს არის მეორე თესალონიკეთა მეორე თავი, პირველი და მეორე მუხლები. ახლა გევედრებით ზემოთ ჩვენი უფლის იესოს მოსვლისას და მასთან შეკრების გამო, რომ არ შეძრწუნდეთ გონებაში და არ შეწუხდეთ არც სულით, არც სიტყვით, არც ასოთი და ასე შემდეგ. და მე ამას წავიკითხავ უკვე მთლიანად დავაკოპირე პირველიდან მე-12-ეს შათვლით და წაგიკითხავთ მთლიანად, რასაც ბიბლია ამბობს, პერეფრაზირებას არ ქონდეს ადგილი. ხო და გთხოვთ ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არაფერი აქეთ არც სულით, არც სიტყვით, არც ვითომ და ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე გატიალებისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად. ისე რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუნებოდით ამას? ახლა იცით რა აკავებს მას, რომ გამოცხადეს თავის დროზე, ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ოღონდ ახლა არის შემაკავებელი, სანამ გაყვანილი იქნება შუაგულიდან. მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს. მას ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება ყოველგვარი ყალბიძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი ცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ. რომ განკითხული იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ესე იგი, რაც ხდებოდა თესალონიკის ეკლესიაში იყო ის, რომ ზოგიერთებს შეეშინათ, რომ მათ ხელიდან გაუშვეს ატაცება. ესე იგი, ამან უკვე ამ პროცესმა ჩაიარა და მას ეშინოდათ, რომ გამოტოვეს ის. ასე რომ პავლე აწყენარებს ამშვიდებს მათ და აცნობებს მათ, რომ ეს არ მომხდარა ჯერ კიდევ. და ამას მესამე მუხლი ამბობს. არავის მისცეთ უფლება მოგატყუოთ, არავის მისცეთ უფლება გითხრათ, რომ ხელიდან გაუშვით ატაცებაო. თქვენ არ გამოგრჩენიათ არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაცო. ამ ფრაზის მთელი იდეა პირველ მუხლშია გადმოცემული, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და მასთან შეკრება. შეიძლება იყოს უფრო ყოვლისმომცლელი განცხადება. მაგრამ ეს აუცილებლად მოიცავდა, ფიქრობ, ატაცებასაც. მაგრამ მთელი იდეა ეს არის ის, რომ მათ ეუნებოდნენ სხვები და ატყუებდნენ, აშინებდნენ, რომ ყველაფერი უკვე მოხდა და თქვენ გამორჩით და თქვენ დარჩით აქ. და თითქოს ისინი დატოვებული იქნენ. ასე რომ პავლე ეუნება არავის მისცეთ უფლება, რომ მოგატყუოთ. ეს არ მოხდება მანამ, სანამ პირველ რიგში არ მოხდება განდგომა. გამოცხადება ძეკაცისა, უკაცრავად კაცი ცოდვისა, დაღუპვისზე, რომელიც ეწინააღმდეგება და ამაღლებს თავის ყველაფერზე, რაც ღმერთს
არის წოდებული. ასე შემდეგ ჩვენ რაც წავიკითხეთ. ასე რომ მე უბრალოდ ფიქრობ, ჯონ მაკარტური ამბობს, რასაც ის ამბობს, რომ ქრისტეს მოსვლის მთელი იდეა ჯერ ვერ შესრულება, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. ასე რომ ისინი ჯერ არ დამდგარაო, არ შემდგარაო. და კითხვის დამსველი ეუბნება ჯონ, მაშინ რას თვლით თქვენ განდგომილებად და ეს განსაკუთრებულად გამოყოფილი ცალკე მყოფი მოვლენაა თუ უბრალოდ პროგრესირებადი, თანდათანობით მიდის კაცობრიობის ისტორიაში. და ჯონ მაკარტური ეს დაცემაა, დიახ, მე ფიქრობ, რომ ეს არის პროგრესირებადი დაცემა და განდგომილება ჭეშმარიტებისაგან. და ეს შეიძლება იყოს, იცით, მე არ ვარ დარწმუნებული ხარ, რომ ეს კონკრეტული რაღაცა წერტილი იყოს, რაღაცა ზღვარი. პირველ რიგში არ ფიქრობ, ეს ნამდვილად ეს არ არის ატაცება, აქ ატაცებაზე არ არის ლაპარაკი. ზოგიერთს სჯერა, რომ ატაცებაა და ისინი ამტკიცებენ ამას, ხო? აქცევენ ატაცებად. მე ფიქრობ, რომ ეს არის განდგომა. ახლა ეს მის კითხვა, ეს განდგომა განსაცდელში ატაცების შემდეგ ხდება, თუ ეს განდგომა, რომელიც იწყება გასაჭირამდე. ხედავთ, რაზეა ლაპარაკი? დიახ, ეს უნდა იყოს ატაცების შემდეგ, ან ატაცებამდე. ეს კითხვის დამსველი ეუბნება. ჯონ მაკარტური, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხი ჯერ ადრეა, სანამდე ჩვენ მეშვიდე მუხლამდე არ მივალთ. ურჯულოების საიდუმლო აქ ამბობს მეშვიდე მუხლი, უკვე მოქმედებსო. ასე რომ უკანონობის საიდუმლო უკვე მოქმედებს. განდგომა გარკვეული გაგებით უკვე მოქმედებს, დაწყებულია. და ამ ყველაფრის საბოლოო კულმინაცია უკვე უფლის მოსვლით სრულდება. ასე რომ პავლე ეუბნება მათ, არ იფიქროთ, რომ ეს მოხდა, რადგან დანარჩენი ჯერ კიდევ უნდა მოხდეს და გაიშალოს. ცოდვის კაცი ჯერ არ გამოცხადებულა. და კითხვის დამსველი ეუბნება, და ჩვენ მერე ვნახავთ იმას, თუ ვინ არის ცოდვის კაცი? სულაც არა. ის არ ამბობს, რომ ამას ნახავთ. ის უბრალოდ ამბობს, რომ ეს არ მომხდარა. და კითხვის დამსველი, და მაშინ გამოეცხადება იგი მსოფლიოს? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არ იქნება, ჯონ მაკარტური პასუხობს. ჩვენ აქ აღარ ვიქნებით. და კითხვის დამსველი, რატომ არ იქნება ჩვენთვის? იმიტომ რომ ჩვენ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ატაცებული ვიქნებით. ესე იგი, ჩვენ ანტიქრისტეს ვერ დავინახავთ და ვერ შეხვდებით. ესე იგი, უკანონობის კაცი უნდა გამოცხადეს, სანამ რაც მესამე მუხლშია ნათქვამი? დიახ, ეს არის ჩვენი უფლის ქრისტეს მოსვლის დღე. უფლის დღეს კი, უფლის დღე ყოველთვის განკითხვასთან არის დაკავშირებული. გასაგებია, ის ყოველთვის ასოცირდება განსჯასთან. და რასაც ის ამბობს, არის ის, რომ განაჩენი ჯერ არ მომხდარა. ეს არ მომხდარა. და ეს არის ის საკითხი, რომელიც უკვე აწესრიგებს ატაცებასაც. და მე ვერ ვხედავ, რომ თქვენ შეგიძლიათ ამითი ელემენტარულად გზა აუაროთ ატაცებას, სანამდე ეს არ მომხდარა. ის უბრალოდ ამბობს, რომ ვიღაცა შეიძლება გეუნებოდეთ თქვენ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გამოტოვეთ, თქვენ გამოგჩათ, თქვენ დატოვეთ. ესე არ არის უხსნის პავლე. მე გეუბნებით, რომ საბოლოო დასასრული ჯერ არ დამდგარაო ჯერ კიდევ. უფლის დღე, განკითხვის დრო, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს, არ დამდგარა, რადგან ცოდვის კაცი ჯერ არ გამოცხადებულა და ასე შემდეგ აგრძელებს ის. ის სულაც არ ამბობს, რომ თქვენ ამის დანახვას აპირებთ, რომ თქვენ ამას დაინახავთ. ის უბრალოდ ამბობს, რომ ეს არ შეიძლება ჯერ მოხდარიყო, რადგან ეს მოვლენა ჯერ არ დამდგარა. გასაგებია, დიდი მადლობა ჯონ, კითხვის დამსვენი ყვაყოფილია და ჯონ მაკარტური უფრო კიდე დამატების სვალსაზრისით. და ამას დავამატებდი კიდევ. ეს კითხვა ხშირად ჩნდება ხოლმე, რომ მეორე თესალონიკელთა წერილი, ეს ძირითადი წიგნი, ძალიან დიდი და ინტენსიური შესწავლის საგანია. ეს ძალიან ღრმად უნდა ჩაუკვირდეთ ამას. მას აქვს რამდენიმე ძალიან უნიკალური თვისება, ყველა ამ ფაქტორის დალაგების მცდელობაში. მაგრამ ზოგადად მე მჯერა, რომ გასაჭირამდე ატაცება ერთადერთი სწორი ვერსია, ერთადერთი სწორი დოქტრინა, რომლის ლოგიკურადაც დალაგება ჩვენ შეგვიძლია. და სხვა დანარჩენ ვერსიებს ძალიან გაჭირდება ამის მტკიცება. თქვენ შეგიძლიათ და რაღაცა ინტერპრეტაციებით, რაღაცა იმეებით პოსტრიბულაცია, ან შუაში რომ მოხდება ეს ატაცება, მაგრამ ეს ვერ გაუძლებს კრიტიკას. რომ ჩვენ ატაცება უნდა აუცილებლად დავაყენოთ გასაჭირის წინ. სანამდე ანტიქრისტე შემოდის, სანამდე ეს დადგება, ყველაფრის წინ ხდება ატაცების ეს ფენომენი.
და ყველანაირად სხვა თეორიები მე ბევრი მომისმენი ამაზე ვერანაირად ვერ ჯდება ბიბლიურ და თუ ჩვენ შევადარებთ ამას გამოცხადების ასევე იმას რასაც იესო ქრისტე ამბობს მათეს სახარებაში ვერანაირად ვერ დაალაგებთ ამას და ერთი მხოლოდ სადაც ეს ლაგდება ეს არის ის ვერსია წინა გასაჭირის წინ ატაცების ვერსია და ზოგი ამბობს რომ ეს არის ატაცება დაჭერა ისინი ამბობენ რომ განდგომა ნიშნავს ატაცებას მე ასე არ ვგრძნობ ჯონ მაკარტური მე ესე არ ვგრძნობ მე ფიქრობ რომ ეს არის მხოლოდ განდგომაზე აქ ლაპარაკი და შემდეგ ცოდვილი კაცი რომელიც ეწინააღმდეგება ამაღლებს საკუთარ თავს და ეს უკვე ნათქვამია მეშვიდე მუხლში მაგრამ მაშინ გამოცხადება ის ბოროტი ცრუსასწაულები და ასე შემდეგ და მოდის უფლის დღე ასე რომ არ ამგონია რომ ატაცება აქ დისკუსიაში იყოს აქ შესული მე ნამდვილად ვფიქრობ ის მხოლოდ უფლის დღეზე საუბრობს აქს მე მეორე თესალონიკელებში და რა თქმა უნდა ყველაფრის მანამდე ატაცებულები ვართ და მერე იწყება ეს მოვლენები გასაგებია დიახ მადლობა ჯონ გასაგებია მადლობა პასუხისათვის